თქვენი მეშვეობით მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო და განვმარტო ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია. საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. საქართველოში ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს კანონი, რომ არ იქნას დაშვებული ამ მომრჩევლის მოსყიდვა ან არჩევნების ნებისმიერი სხვა გზით გაყალბების ცდილობა. ბოლო თვეების განმავლობაში ამ კანონის უგულველყოფის და ამ მომრჩევლის მოსყიდვის ცდილობის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტების წინაშე დავდექით. ძალიან ცხადად მინდა დავაფიქსირო ერთი რამ, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ მოდი გავიხსენოთ. რატომ ენდობა საქართველოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს დღეს? იმიტომ რომ ეს ინსტიტუტები ემსახურება მათ. რატომ გახდა საქართველო კანონმორჩილი ქვეყანა? იმიტომ რომ კანონი ერთია ყველასთვის. რატომ არის საქართველოს სახელმწიფო ძლიერი? იმიტომ რომ ის დგას სისტემებზე და არა ინდივიდებზე, არა პიროვნებებზე. ჩვენ არ მივცემთ უფლებას, არც ერთ პიროვნებას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას შეარყიოს საქართველოს სახელმწიფოს ეს ამოსავალი პრინციპები. და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და პარტია ქართული ოცნება, როგორც ჩანს ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას. და მუდმივად მიზან მიმართულად ცდილობს დაასუსტოს კანონი და შესაბამისად დემოკრატია ამ ქვეყანაში. მაგალითად, საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამსახურის თანამშრომლების თემის გუშინდელი პოლიტიკური ანგაჟირების ცდილობა ავიღოთ. ძალიან მარტივი რამე მოხდა. საქართველოს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებში მუდმივად, ყოველწლიურად, რეგულარულად მიმდინარეობს გეოგრაფიული და სამსახურეობრივი როტაციის პროცესი. არასოდეს არ დასმულა კითხვის ნიშანი ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ცხადია ამ როტაციების მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლების გადახალისება, ბიუროკრატიული მოდუნების თავიდან აცილება და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. ამჟამად უკმაყოფილმა პოლიციელებმა წინასწარი პოლიტიკური კავშირების გამო არის სურვეს ამ როტაციაში მონაწილეობა დატოვეს პოლიცია. და შეეცადნენ ამ ფაქტისგან რაღაცა პოლიტიკური სკანდალის აგორებას. ეს ცდელობა დარჩება მცდელობად. ანუ შეუმდგარ ცდად. საქართველოს პოლიციას აქვს ხალხის ნდობა, იმიტომ რომ ხალხმა იცის, რომ პოლიცია ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს და ხალხს. არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, არც ერთ კონკრეტულ პიროვნებას. ასე რომ პოლიცია ჩვეულებრივი, კანონით განსაზღვრული წესით გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის იმისთვის, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს დანაშაულის პრევენციას და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირებას, მათ შორის ამ მომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე რეაგირებას. ერთი ასეთი კონკრეტული გამოძიება ეხება Global Contact Consulting-ის სატელიტურ ანტენებს. გუშინ პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ამ მომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების პროცესში დროებით დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები. ამ საქმეს არაფერი არ აქვს საერთო მედიის ხელმისაწვდომობასთან ან რაღაცამ დაგვართემებთან. საქმე ეხება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ, კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, კონკრეტული ამ მომრჩევლისთვის, კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას. შესაბამისად, ამ მომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც არის დანაშაული. ეს ისჯება კანონით. ჩვენ გვაქვს და გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამ არჩევნების გაყალბების, ამ მომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ კანონის აღსრულების დროს არ იქნება არავითარი კომპრომისები. თუმცა მეორეს მხრივ სახელმწიფო არის და იქნება ძალიან ღია ნებისმიერ ახალ იდეასთან მიმართებაში, ჩაერთვება ნებისმიერ დისკუსიაში, თუ ის შესაძლებლობას მოგცემს კიდევ უფრო ღია და სამართლიანი გავხადოთ წინა საარჩევნო გარემო. როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სახელმწიფო კომისიის წევრი, მე ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს, რომ თითოეულ პოლიტიკოს კონდეს თითოეულ ამ მომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ ძალიან ღია და ლიბერალურია. ეს უფლება გარანტირებულია, მაგრამ ჩვენ გვინდა ამაზე შორს წავიდეთ. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საქართველოს პარლამენტთან იმაზე, თუ რა დამატებითი ზომები და ინიციატივები შეიძლება იქნას მიღებული, იმისათვის, რომ წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ მომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ გალოდინით.